მეგობრებო, დღეს გაკვეთილები არ ჩატარდება, იმიტომ რომ მე მათ ვაუქმებ. მაგრამ რატომ მისტერ მაქს? რადგან კამპუსი ზუსტად 1 წლის წინ გაიხსნა. გილოცავთ. მეგობრებო, ჩვენი დევიზი კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. ახლა გაკვეთილების დროა. შეგიძლიათ ხმას დაუწიოთ? ჩაკ დამშვიდი. დღეს გაკვეთილები არ ჩატარდება. აბა თუ ასია, მაშინ სახლში წავალახლავე. ჩაკ, თუ ახლა სახლში წახვალ, გამოტოვებ კამპუსის 1 წლის აღსანიშნავ დღეს. 1 წლის აღსანიშნავი? დღეს კამპუსი 1 წლის გახდა და ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც დასამახსოვრებელი მოსაყოლი. კარგი, აღარ მინდა სახლში წასვლა. იქ მოსაწყენია. გონი მეც აქ დავრჩები. ახლა მევაპირებ იმ ადამიანების სახელების თქმას, რომლებიც მოგვითხრობენ ყველაზე საოცარ მოგონებებს. უბრალოდ, ნუ მოიტყუებით. გაიგეთ რა თქვეს? არ უნდა მოვიტყუოთ. დენს, ეს შენს გასაგონადაა, გაიგე? რა? მე ხომ არასოდეს ვიტყუები. შენ მატყუარა ხარ. შენ ხარ მატყუარა. ნამდვილი გაიძვერა ხარ და ჩემსკენ თიც ნუ იშველ. აბა, პირველი იტყვის პირველი ვინც მოგვითხრობს თავის საოცარ მოგონებებზე, ეს ფაზლია. მაგარია. გახსოვთ ყინაღამ როგორ გამომაგდეს კამპუსიდან? სხვათა შორის ეს ყველაფერი ლუზერებო თქვენს გამო მოხდა. სწორედ ასე, აჩვენებათ ვინაა აქ უფროსი. ნეტა ამაცილოს. ფაზლ, რა ჩანდაბა გააკეთე? შენ შუშა გატეხე. ღმერთო ჩემო, მისტერ მაქსთან პრობლემები გვექნება. ბიჭებო, წავედით. ვაუ, რისთვის? ჩამტრეული ფანჯრის გამო. დილან, ჩვენთვის იმ მომენტში სასაცილო სულაც არ ყოფილა. შემდეგი ვინც მოყვება, ეს არის ლორა. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა ჩოგბურთელების გუნდში გავწევრიანდი. კარგი გოგოებო, თუ ლორა შეუერთდება ჩვენს ტოპ გუნდს, მაშინ მან უნდა გაიაროს კურთხევის ცერემონია. ჩოგბურთელად კურთხევის ცერემონია? მე არასოდეს მწმენია ამის შესახებ. მზად ხართ გოგოებო? ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ცერემონიისთვის. განზე გაიწიეთ? დიდი ხანია, რაც ცერემონია არ ვქონია. აუჩ, მეტკინა. გილოცავ, შენ ახლა ჩვენს გუნდში ხარ. უკანალი, ძალიან მეტკინა. ლორა, თუ გტკივა, შემიძლია ჩაგეხუტო და შენი ტკივილიც გაქრება. მართლა? ხო. მაშინ ჩამეხუტე. ვაუ, დილან, მას მოეწონა ეს. მიდი ძმაო, ჩაეხუტე. გაიწიე ბუშტო, შენ რა მართლა გეგონა, რომ შენ სისულელეს დავიჯერებდი? ჰეი, ლუზერი, წადი აქედან. კარგი, გავაგრძელოთ. შემდეგი ეს იქნება მენდი. ის კვლავ ვილაპარაკებს ახლა თავის კამილზე. 100%. კარგად მახსოვს თუ როგორ დამარტყა კამილმა. რა? მართლა? ხო. აბა ჩემო კამილ, როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა. მინდოდა შენ რა ჯანდაბა? ღმერთო ჩემო, ახლა შარში ვარ. ძმაო, ვიცი რომ გძულს მენდი, მაგრამ რატომ დაარტყი მას? ჰალკ, მე არ დამირტყავს ძალით. ის ჩემი მუშტის წინ მოექცა. კარგი, ვითომ არაფერი დამინახავს. რატომ იცინი? სულაც არ არის სასაცილო. მენდი საუკეთესო ადმინისტრატორია კამპუსში. მადლობა ბატონო მაქს. შემიძლია მე ვთქვა? შემიძლია? გთხოვთ. ასე რომ შემდეგი შენ გითხარი, რა არის შენი ყველაზე გასაოცარი მოგონება? როცა კამპუსში მივედი, ჩოგმურთელებმა მაშინვე შემიძულეს.
ისე გავბრაზდი, რომ მინდოდა ყველა მაგრად მეცემა. აი ისიც მოდის. საწყალიინი, წუხვარ მის გამო. ხო და მიდი, ჩაეხუტე. შენ უნდა გეთქვა ეს ჩემთვის და მე დავსჭიდი ჩოგბურთელებს. კარგი, მისტერ მაქს, თუ ეს კიდევ განმეორდება, გეტყვით. ასე რომ, შემდეგი იქნება დილანი. მეგობრებო, გახსოვთ, როდესაც ხანძრის სიგნალიზაცია ჩაირთო და ყველას ეგონა რომ ხანძარი იყო. რა არის ეს? ეს არის განგაში. ეს არის ხანძრის სიგნალიზაცია. ხანძარია კამპუსში? დამწვრის სუნი დადგა. ეს მე ვიყავი, მეგობარო. სულაც არ არის სასაცილო. ოთახიდან უნდა გავიდეთ. ასე წერია უსაფრთხოების სახელმძღვანელოში. რა ხდება? გამშვიდით, ეს ალბათ სრულგანგაშია. ნამდვილად არაფერია სანერვიულო. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. ალბათ მაქსი იქ ტრიალებს და ღილაკებს აჭერს ხელს. მენდი, გონი ეს ნამდვილად ხანძარია. მაშინ რატომ დგავართ აქ? სად არის ცეცხლი? იქითაა. აქ ცეცხლი არ არის. დაბრუნდით კამპუსში, სრულგანგაში იყო. კიდევ ერთი ცრუზარი და დავიჭერა მატყუარას შეგიძლიათ კამპუსში დაბრუნდეთ ყველანი. ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. მეც მართლა ძალიან შემეშინდა. შენ ისეთი მშიშარა ხარ? ეს ხომ ხუმრობა იყო. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ გამოიწვია ხანძრის სიგნალიზაცია. მოდით დავივიწყოთ, ვის აინტერესებს ვინ გამოიწვია. მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. უინტერესო მოგონება. მისტერ მაქს, მოდით ავირჩიოთ შემდეგი. კარგი, ასე რომ შემდეგი იტყვის. მისტერ მაქს, მე ძალიან მინდა. ნერდოზავრო, დაჯექი. არავის აინტერესებს შენი მოგონებები. მისტერ მაქს, გთხოვთ. ღმერთო ჩემო პონკა, შენ იქნები შემდეგი. მადლობა. მეგობრებო, გახსოვთ ამინას გუნდის შეჯიბრზე რა მომივიდა? დილანმა ისე დამატრიალა, რომ კისერი მოვიტეხე. პონკა, ხუმრობ? რა თქმა უნდა, არ ვხუმრობ. როგორი იყო ეს? ეს იყო უფრო მეტად. ჯანდაბა, უფრო დამატრიალე. პონკა. ღმერთო ჩემო. პონკამ თავისი როლი შეასრულა. პონკა, კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. მოვიპოვეთ გამარჯვება? პონაჩკა, მოგვიანებით შეგატყობინებთ. დილან, სწრაფად დამატრიალე. პონკა, გატრიალებ. პონკა კარგად არის. ჩაკ! დამატრიალე, უფრო სწრაფად. ნახვამდის ნერდოზავრო. კისერი ისევ მტკივა. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში რა გახსოვთ ყველაზე მეტად კამპუსში. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დააჭირეთ ზარს. და დაელოდით ჩვენს ახალ სერიებს. ყველას ნახვამდის. See him in school.